მე მგონი დავბრუნდი ეთერში ბოდიში გიხდით. ესე იგი ზეწოლა საქართველოზე გაძლიერდება თურქეთს რაც შეეხება თურქეთს საშინლად არ უნდა ირანთან დაპირისპირება ღიად ჩანს მაგრამ თუ აზერბაიჯანი აიძულეს ირანი ისრაელი ირანის დაპირისპირებაში მიიღოს მონაწილეობა თურქებს უნდა თუ არ უნდათ იძულებული არ იქნებიან რაღაც ფორმა მიიღოს რა პრობლემა აქვს თურქებს საქართველოში თურქეთის ფულით მოსყიდული ეს კანალიზაციის ტელევიზიები და ჯგუფები ხელოვნურად ზრდიან თურქეთის ძალეს შესაძლებლობებს აბუქებენ რომ ეს არის ასეთი სინამდვილეში თურქეთი არის ძალიან მოწყვლადი ქვეყანა მას არ შეუძლია დღეს ომის წარმოება იმიტომ რომ მას ფული არ აქვს და სერიოზული პრობლემები აქვს მას სასიკვდილოდ არ უნდა ირანელებთან ეხა დაპირისპირება ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტიც არ იყო უბრალოდ რაღაც ერდოღანი ცდილობს ის საკმაოდ უკვე გამობრძმედილი პოლიტიკური ფიგურა არის ძირ სირთულეებში გავლილი მას აქვს ერთი პრობლემა მან უნდა დაიჭიროს თურქეთი დაშლისგან ხაც უსვამ თქვენი მოწონებული ვისაც ეკუთვნის იმას ვეუბნებ თურმე სამხრეთ კავკასიაში მთავარი მოთამაშე და რო გაყარა ესენი და გაყარა ისინი და სინამდვილეში არის მოწყვლადი ქვეყანა ძალიან საშიში პერსპექტივა აქვს თურქეთის მთლიანობას. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მშრალი გამოვა ამ დაპირისპირებიდან მე ვერ ვხედავ, შეიძლება ძალიან კარგი რამეა მოფიქრებული ხელისუფლებაში, მაგრამ არ შეიძლება ასე ზერელეთ მოსაუბრე ქვეყნის ოფიციალური პირველი პირი და მისი გუნდი სუფთა პროფანები პოლიტიკაში ჩვენ საერთოდ არ ვიცით ნამდვილი მართველი არაფორმალური მართველი საერთოდ რას ფიქრობს არც მისი მრჩეველები არ ვიცით მე რაც ვიცი არაერთხელ თქვი და მაგნაირი მრჩეველები ჩვენ მტერს ყავდეს ბიძინა ივანიშვილს რომ მრჩეველები ყავს მაგნაირი მრჩეველები ყავდეს საქართველოს ყველა დამაწყევარს აი ამას გეტყვით ჩვენ არაფერი არ ვიცით ჩვენ არ ვიცით რაიმე საფრთხის შემთხვევაში რაც აპირებს საქართველოს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ ეს უსაშველოდ საშიში სიტუაცია და ეხლა ყურადღების გადატანა სხვა რამეზე ვფიქრობ, რომ სწორი არ იქნება. ამიტომ ვისაუბრებ მე დღეს და ვისაუბრებ ნელ-ნელა ბოლოსკენ წავალ ვისაუბრებ ხვალ და ვისაუბრებ შაბათს მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში. შაბათს უკვე ცნობილი იქნება ალიასკაზე შეხვედრის პირველი შედეგები. ყველაფერს არავინ არ გვეტყვის ჩვენ, ყოველ შემთხვევაში არავინ არავის არ ეტყვის. სინამდვილეში რა მოხდა იქ ჯერ ჩემთვის მთავარია ვიცოდე ვინ დაესწრება ამ შეხვედრას. მაგალითად მე გითხარით თქვენ სრულიად უცნაური რაღაც როდესაც უიტკოფი იყო მოსკოვში ჩამოსული რუსეთის მხრიდან ესწრებოდა სამი პიროვნება გასაგებია რუსეთის პრეზიდენტი მისი თანაშემწე უშაკოვი და რუსეთის პირდაპირ ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი გვარი არ მინდა საიდან როგორ ესე იგი რაღაცაზეა რა შეიტანეს ალიასკაზე შეხვედრის ორი პრეზიდენტის შეხვედრის დღის წესრიგში რაც უკვე ნამდვილად ცნობილია ალიასკაზე რუსეთისა და ალიასკაზე რა იყო ბოდიში არქტიკაში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის საკითხი რა არის არქტიკა ერთი შეხედვით ყინულის კონტინენტია ნახევარზე მეც რუსები აკონტროლებენ მათ სამხედრო ბაზა
და რამდენადაც ცნობილი არის, კოლოსალური სიმდიდრე არის. შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ სერიოზულად ჩამორჩა არქტიკაში და ცდილობს ბევრი რამ გაართულოს სიტუაციები, მაგრამ შეთავაზება ძალიან სარფიანი ჩანს, მე ვერ გეტყვით სარფიანობამდე დაიყვანება თუ არა ის კონფლიქტი, რაც არსებობს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. სამ თავარ მომენტს შევეხები. ყველაფერი მიდის დიდი ომისაკენ. შეიძლება ამ ომში არ მიიღოს მონაწილეობა უშუალოდ შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ ნატო და ევროპა. აუცილებლად. ნახოთ რა ხდება. 2008 წლის შემდეგ ამერიკელებმა პირდაპირ პირველად განათავსეს ბირთვული იარაღი დიდ ბრიტანეთში და ბომბდამშენები შემოიყვანეს. და ეს ბომბდამშენები დღეს გადაიყვანეს ნორვეგიის ბაზაზე რუსეთთან. მათ შეუძლია ატომური ბომბის თავარი სპეციალური პროგრამით ამერიკელი სპეციალისტები, პილოტები ასწავლიან გერმანელ პილოტებს, როგორ უნდა ჩამოაგდონ ატომური ბომბი. ეს ყველაფერი ახალი ამბებია. თუ აი ბომბდამშენების გადაგდება რუსეთისთან უახლოც კავშირზე თავისთავად სრულიად ახალი მომენტია. სად არის შეთანხმების მომენტი? არსად. შეთანხმების მომენტი რომ უნდოდეს შეერთებულ შტატებს ის იტყოდა, რომ ყველაფერზე მოვილაპარაკოთ, ნატო აღარ გაფართოვდება. გაფართოვდება, არ გაფართოვდება ეს ერთი თემა, მაგრამ ზეწოლა მეორე თემა. ფარული მუხლი არსებობს, სადაც აზერბაიჯანი და სომხეთი ამ ფარული მუხლით ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. გასაგებია ეს სრულიად მოსალოდნელია, რა მოყვება მას სხვა თემა არის. მოყვება ცუდი რამე, ხო? საიდან ვიცი მე, საიდუმლოა თუ არ იყო საიდუმლო და ლარი ჯონსონი და კიდევ ერთი სამხედრო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლარი ჯონსონი 20 წელი შეერთებული შტატების პრეზიდენტს უდებდა წინ მსოფლიო მოვლენების ანალიზს, ყოფილიო ანალიტიკოსი ყოფილი ვერ იქნება. ამიტომ ლარი ჯონსონი როგორც იყო ანალიტიკოსი ძალიან მაგარი ვინმეა, იშვიათად მაგარი ვინმეა და არანაკლები არის ეს სამხედრო პოლკოვნიკი, რომელსაც თქვეს ამ ხელშეკრულებას აქვს საიდუმლო მუხლი, სადაც აზერბაიჯანს და სომხეთს დაპირდნენ. რა ხდება? ეს არის შევიწროება რუსეთისა და რუსეთის იძულება გადადგას ნაბიჯი სამხრეთ კავკასიაში. თუ იძულებული იქნა ის გადადგამს ნაბიჯს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ის შემორტყმული იქნა, ყაზახეთში მუშაობენ ძალიან ინტენსიურად, იქაც ასეთი ორჭოფა მდგომარეობა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სამხრეთ კავკასიაში და ვერც შუა აზიაში ვერაფერს ვერ მიაღწევს შეერთებული შტატები, არაფერს ვამბობ ევროპაზე და მით უმეტეს ბრიტანეთზე, რომელიც მხოლოდ თავის სპეცსამსახურებზეა დარჩენილი. ასეთი უახლესი რაღაცები რომ გითხარით, მე ამაში უყურებ ზეწოლას რუსეთზე. მაგრამ რუსეთზე ზეწოლის მოხდენა უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ რუსები მიიყვანეს იმ აზრამდე, რომელიც რუსეთის ისტორია რომ იცოდეს ამერიკელებმა და სხვებმა, ამას არ გააკეთებდნენ. რუსეთი მიიყვანეს იმის შეგნებამდე, რომ მათ ემუქრებიან სრული განადგურებით და ეს არის დასავლეთის უდიდესი შეცდომა. რა გამოვა ამ მუქარისგან თქვენ თვითონ დაინახავთ. მე ყველანაირად სერიოზული ისტორიული ტომეულები მაქვს რუსეთის ისტორიაზე წაკითხული, თავისთავად ქუთაისში ისეთ უბანში ვიყავი, სადაც გვერდით რუსი ოჯახი ცხოვრობდა ჩემს გვერდით და ასე შემდეგ, ამიტომ სხვანაირად ვიცი ეს ხალხი.
ეს ხალხი თუ თქვენ მიიყვანთ განადგურების საფრთხემდე, მერე ჯობს მათთან ერთად სადმე არ აღმოჩნდეთ. ამიტომ თქმა იმისა, რომ რუსეთს ვინმე დღეს მოერევა ხასუსვა, თავის მოტყუება თუ გნება, თორემ მე არსად არ გავდივარ. ღმერთის წყალობით მართალია რაღაც ასაკი მაქვს, მაგრამ ღმერთის წყალობით შინაგანად გძნობ ამას, კიდე ძალიან დიდხანს მომცემს საშუალებას ჩემი სუფთა საქმე ვაკეთო, იმიტომ რომ რასაც ეხლა ვაკეთებ და რასაც ამდენ ენერგიას ვახმარ, ეს არ არის ჩემი პირადი საქმე, ეს არის ჩემი ქვეყნის, მე ასე მესმის, ამიტომ ასე ვაკეთებ. არ გამოვა არაფერი. საქართველოში ყველა ის უდამპლესი იდეოლოგიიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეს ვითომ დასავლური ორიენტაცია, რა რუსული ორიენტაცია, სახელმწიფო გააგე, კაი სახელმწიფო, მშვიდობიანად იცხოვრე შენ მეზობლებთან, იმეგობრე ევროპელებთან, ვინ გიშლის? არ მოგცემენ საშუალებას? არ არის ასე. შენ განმარტებას ვაკეთებ. შენ თუ არ გესმის ის, რომ თუ შენ ქმნის საფრთხეს სხვა ქვეყნის მიმართ, შენ გეყოლება მტერი, თუ შენ ხარ მტერი, შენ ყავს მტერი. თუ არ გინდა მტრობამდე მივიდეს საქმე, მაშინ შენ ემპათიის გრძნობა უნდა გქონდეს და შეაბრუნო შენი თავი და ნახო, დაინახო, ჭკუა უნდა ამას. რა უნდა რუსებს სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში. ჩემს პოდკასტში, სპეციალურ გადაცემებში ზუსტად მაქვს ახსნილი რა უნდა რუსებს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში. თუ ეს არ იცი, შენ გინდა აქ შემოიყვანო ნატო და იყო მშვიდად და გქონდეს სახელმწიფო, არაფერი არ გექნება. ხასუსვა, განადგურდები, ფიზიკურად განადგურდები. ეხლა არის ისეთი სიტუაცია, მხოლოდ მორევაზეა საუბარი. არავითარი დიპლომატია უახლესი წლები არ იქნება. ეხლა რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკის პრეზიდენტი ხვდება, იმიტომ რომ ერთმანეთს უნდა დასხონ ბირთვული იარაღი და რა დარჩება, აქედან არავინ არ დარჩება. თუ ვინმე დარჩება, სწორად თქვა დუგლას მაკგრეგორმა, სიკვდილს ინატრებსო, ჯობს რომ მოკვდესო. ამიტომ საშიში სიტუაცია, ქვეყანა იმყოფება ძალიან საშიში მდგომარეობაში. საშიში პროცესებია ჩვენ თვალწინ და იქამდეა მიყვანილი ქართული საზოგადოების ნაწილი, რომ არაფრის დანახვა არ უნდა, ისევ უბრუნდები მთავარს. რა უყოთ ეხლა ჩვენ ვიღაც ქართველთა გარკვეულ რაოდენობას არ უნდა არაფრის დანახვა, უყვარს თავისი ბელადი და მოკალი ახლა. უყვარს მიშა, უყვარს ბიძინა. ბიძინა ჯობია მიშასო, იგენი ყვირიან რომ პირიქითო, მიშა ჯობია უკაცო, ახლა გამოვა და ქვეყანას ააშენებს. ამ ხალხის იმედზე თუ გნებავთ თქვენ ქვეყანა დართოვოთ, ეს ქვეყანა აღარ იარსებებს ქართველისთვის. ქართველთა დიდი გაერთიანება ამბობს, გულიანი ხალხი ხო ხართ? ხო გიყვართ თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები, წარსული ხო გახსოვთ, დედა, მამა, ბებია, ბაბუა გახსოვთ? თქვენი შვილები, თქვენი ოჯახი, ხვალ ზეგ თქვენს გარეშე რო განვითარდნენ და ამ გარემოში იყვნენ, გინდათ? მაშინ კიდე გეუბნებით, ჩემში ნუეძებთ და თქვენ ჩვენ ოთხეულში ბელადს ნუეძებთ. ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ. ძალიან დიდი გამოცდილება დგას ჩვენ უკან. გეუბნებით რა ჭირს ქვეყანას. მოდით, ჩემს გვერდით ნუ კი დადგებით, კაცო, ან დათოს გვერდით ნუ კი დადგებით, ან ვინმეს გვერდით. ამ ქვეყნის გვერდით უნდა დავდგეთ და თუ ჩვენ ერთად დგომი ხალხი ძალა არ ვიქნენით, ამ ქვეყანას არაფერი არ უშველის. თქვენ გონიათ ყობახიძე გადაწყვეტს რაიმე? ყობახიძე დღეს არის, ხვალ არ არის. აი, პრობლემა როდის იქნება, იცით? თუ ასეთ დღეში დარჩა ქვეყანა. ბიძინა ივანიშვილს კი გონია, რომ უკვდავია და სულ იქნება, მაგრამ სულ ვერ იქნება. თუ ასე გააგრძელებს, ძალიან ცუდად დაასრულებს ყველაფერს.
მას არ აქვს იმის წარმოდგენა, რომ არასტაბილურ სიტუაციაში უნდა შეცვალოს წონასწორობები. არ შეიძლება სხვანაირად, კაცო, 1000-ჯერ ავხსენი, ახლა ფიზიკის კანონების გაჩვენეთ, ამის საპირისპიროდ მოქმედებს და როგორ გინდა თქვენ? მე არ მაინტერესებს რაც გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი. მე ვხედავ რა შედეგი აქვს ყველაფერი იმას, რაც მან აკეთა. შედეგი არის კატასტროფული. ეხლა მე გეუბნებით, მე ამ ქვეყანას ვერც ვინმეს დასაღუპად გავიმეტებ, მე მინდა ჩემი გავაკეთო. ჩემთვის არაფერი არ მინდა გითხარით. ყველა ქართველს ვინც ახართ გიწვევთ. მოდით ერთად დავდგეთ, ძალა ვიყოთ და არავის მივცეთ უფლება, რომ ეს ქვეყანა დაღუპოს. ეს ქვეყანა ისედაც დაიღუპება, თუ არაფერი არ შეიცვალა. გითხარით, დემოგრაფია და მიგრაცია მოსპობს ამას. მოსპობს უბრალოდ. არაფრის დანახვა არ გინდათ? არც იმ ციფრების წაკითხვა არ გინდათ? სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ოფიციალურ მონაცემებში თავრდება. რა გავაკეთოთ? მე გონიერებიდან არასდროს არ გავალ. მე გონიერად მოგიწოდებ თქვენ. რა ვქნათ ახლა იმ კაცმა ბელადი ვერ დაინახათ, ბედნიერი კაცი ვარ, რომ ჩემში ბელადი ვერ დაინახეთ. მე მინდა თქვენი თანამემამულე დაინახოთ. მე მინდა დაინახოთ კაცი, რომელიც 50 წელი არანორმალურად შრომობს და რასაც აკეთებს, მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ქვეყნის წინაშე უზარმაზარი პრობლემებია. მეტი რა გითხრათ? არ მივათ ამაზრამდე? მე ნიშნის მოგებით ვერ გეტყვით, ტრაგედია იქნება. არ არსებობს ძალა, რომელიც შეინარჩუნებს აქ ქვეყანას, თუ ეს ძალა არ შეიქმნა, რომელიც არც პოლიტიკური პარტიაა და არც მოძრაობა და არც ვინმეს მიერ დაფინანსებული და არაფერი მსგავსი. ეს არის ხალხის ძალა. ყველა სიარა, ყველა არ მოვა აქ. იმიტომ რომ ყველა ადამიანს ძალიან სერიოზულ რაოდენობას ადამიანსა თავისი შვილი და ოჯახი არ აწუხებს და აქ არ მოვა. აქ მოვა ის, ვისაც თავისი ოჯახი და შვილი მომავალი აწუხებს. მობრძანდით, ყველაფერისთვის მზათა ვართ, გონიერი, ძალიან საღი ნაბიჯების გადადგმისთვის. მზათა ვართ, რომ ეს ქვეყანა შევინარჩუნოთ. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს პოლიტიკური ძალების შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები, იქ არაფერი კარგი არ მოხდება. არასდროს. ამიტომ მოლოდინი თქვენი რაღაც კარგისა არის სრული კატასტროფა. ეს არის გზა დასასრულისაკენ. მე კი იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს დასასრული არ დადგეს. არ შეგაწუხებთ მე, დიდი მადლობა, ხვალამდე გემშვიდობებით, ყველა გამოხმაურებას დღეს ვნახავ და ხვალ ცოტა ამაზეც ვისაუბრებ. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.